პირველ რიგში სოლიდარობა ლევან აბლოთიას ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და უბრალოდ აი ესე მოუნდა ბიძინა ივანიშვილის სუსის ხელქვეითებს და გადმოაგდეს მეორე სართულიდან. სოლიდარობა მთელს თავარ არხს და მთელს ჟურნალისტთა კორპუსს, ყველა ჟურნალისტს. სოლიდარობა და გამძლეობა იმ ადამიანებს, ვინც მართლაც გადაჭრილების გარეშე ბრძოლის ავანგარდში დგანან და იღებენ დარტყმას პირველი საკუთარ თავზე. თითოეული ჩვენგანის და ყველა პატრიოტიანი ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მომავალი უკეთესი საქართველოს სახელით იბრძვიან. მე მგონი ყველანი დავწუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალის მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი აქ, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ. აი აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონდურ მორჩილებაში ყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი, ესენი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ძვირფასო მეგობრებო. ამ ქვეყანაზე მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვია ასე ამ სამსახურს, მაგრამ ესახურება მხოლოდ ერთ ადამიანს. და ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზაციური არჩევანი. ნურავის მიაყენებს შეურაცხყოფას და ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანი. არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ უკეთად დააგებს ასფალტს და მოკიწყავს გზას ქვაფენილით უკეთესად და უკეთესი ხარისხის ქვას დააგებს და ფილებს. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ან ქუჩებში ხოცავენ, ან ვერ ხოცავენ. ან გვაშანტაჟებენ, ან ვერ გვაშანტაჟებენ. ან გვართმევენ მომავალს, ან ვერ გვართმევენ მომავალს. ან ჩვენი ბავშვები, თქვენი ბავშვები იამაყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველა მეთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლა. აი ეს არჩევანია და არა ის არჩევანი, რომელსაც ბედავს სუსის დამკაშები და ბედავენ და საუბრობენ, მათ შორის გამოდის ადამიანი და საუბრობს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია. ბატონი კალაძე მყავს ხელმძღვანელობაში და მე არ მეხება იქ ვინმის უღებს, ვინმის ჩაგრავს, ვინმის აშანტაჟებს. მე ვარ დაკავებული საქმითო. და ამათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რითიც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, მეტსახელად ოსტატი, რომელიც თუნდაც 2008 წელს გადმოუბირებია და რომლის პირდაპირ მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის. და ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ახლა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ოლქები მისი კანდიდატების სახით. ხახნო, ეს არის უბრალოდ არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ, რადგან მივაჩნევთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ, სანამ ჩვენს შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ჩვენ შობლებს გადმოგვიყრიან მეორე, მესამე, მეოთხე სართულიდან, სადაც თავარ გამზირზე, ქვეყნის რუსთაველის გამზირზე სცემენ ახალგაზრდებს და მერე გამოვა სუსის დავერბოვკებული მაპარტიეთ ამ სიტყვით ბატონი კობახიძე თუ მდინარაძე თუ სხვები და იტყვიან, რომ ეს ყველაფერი არ ხდება. ჩვენ მაგრები ვართ, იმიტომ რომ მილიარდები გვაქვს. მე რა რომ თქვენ ბევრი ხართ. ამიტომ დავაჯეროთ საკუთარი თავები პირველ რიგში 2 ოქტომბერს და არ მივცეთ მართლაც ამ მასას, რომელიც არის მოკავათებული ამ შენობაში და ხელისუფლებაში, რომ ჩვენ შვილებს მომავალი წაართვან. დიდი მადლობა. მეც პირველ რიგში რა თქმა უნდა სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ბექა ყორშიას, რომლებმაც გაიარეს საშინელი წუთები ქარელში, ასევე მთავარ არხს და აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტს, რომლებიც არიან პირდაპირ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მე მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ ქართული ოცნება გაბედავდა კიდე ამას. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული ოცნების ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. რაში ჩვენ ვიმყოფებით, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ქართული ოცნება შეეხო ყველაზე ძვირფას, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება. ყველა ამ მიმართულებით ადამიანის თავისუფლება არის სრულიად შეზღუდული პირდაპირი მასიური ტერორისტული რეპრესიული საბჭოთა თვალთვალით აბსოლუტურად ყველა ადამიანის ბაგაბაღის
და სკოლის მასწავლებლებიდან დაწყებული. ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში ჩვენი ქალაქის ქუჩებში. და ჩვენ ეს ვნახეთ არა მხოლოდ 5 ივლისს, არამედ 5 ივლისის შემდეგ. ადამიანის ჯანმრთელობა არის საფრთხეში და ჩვენ დღეს გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანი, ვინც ჩვენ გვემსახურება, ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს, იღებს კადრს და პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას, მას ისვრიან და მას ულეწავენ ძვლებს. ამიტომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ პოლიტიკოსებს, მაგრამ ყველა საქართველოს მოქალაქეს არჩევანი. ჩვენ არავის არ დაუტოვებივართ არჩევანის გარეშე. და ჩვენი არჩევანი არის იმის თქმა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ არ ვშინდებით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავხდეთ ტერიტორია, სადაც ადამიანებს კლავენ. ჩვენ მივდივართ და ვაკეთებთ არჩევანს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პატივისცემის სასარგებლოდ. სწორედ ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ გვიდგას 2 ოქტომბერს. მოგესალმებით ყველას. პირველში ჩვენ ხარდაჭერა ბექა ყორშიას და ლევან ალბოთიას და ყველა ჟურნალისტს, ყველა ოპერატორს, რომლებიც ახლა რეალურად არიან ფრონტის წინახაზზე და ეს ფრონტის წინახაზის უფრო დაძაბული გახდება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. 2 ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი. აი ესენი ატარებენ. არავინ არ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის რაღაცა ორგანო, რომელიც არჩევნებს ატარებს. ის უბრალოდ იქნებიან განფორმებლების შედეგების, მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუსი. ყველგან ესენი არიან. ესენი არიან შემძვრალი ყველგან ადამიანის ცხოვრებაში. ამათ მაიციან ყველაფერი თქვენი შესახებ. იციან რა სჭამთ, იციან რა სვამთ, იციან რა მოგწონთ, იციან რა არ მოგწონთ. ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საქართველოში. მათ შორის კანდიდატების უდიდესი ნაწილი არიან ან პირდაპირ არიან სუსის ხალხი, ან არიან მათგან დაუბრუნებული ადამიანები. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ. 2 ოქტომბერს ამათი დამარცხების ერთ-ერთი გზა არის რწმენა. უნდა დაიჯეროთ ყველამ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწერილი, რომ იყოს წუნტე. ჩვენ შეგვიძლია ამ ქვეყნიდან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა. ამისთვის არის აუცილებელი, რომ თავარი არაღი, რაც ახლა თქვენს ხელში არის, ეს არის თქვენი ხმა. 2 ოქტომბერს არ დაიზაროთ. როგორც არ უნდა შეგაშინოთ, მოატყუეთ რომ გეშინიათ. რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერი რამე. როგორც არ უნდა დაგეუნქრონ და აჩვენეთ რომ ვითომ შეშინებულები ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდი და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია გადა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიძლება ყველა შემთხვევაში მომავალწელს. და ხელისუფლების შემდეგ პირველი რაც უნდა დაინგრეს, არის ეს სუს უნდა დაინგრეს, ისევე როგორც შესაძლებელი არის სასამართლო სისტემა, შესაძლებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსმენები გზადებოდეს და ადამიანებს ეშინოდეს თოფიანი ხალხი და ვინც ამის წინააღმდეგ წავა ხელისუფლების შემდეგ ის იქნება პირველი ნაბიჯვარი. მადლობა.